განვაგრძობთ გამოშვებას, გამომცემლობის მიერ განათლების სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ისევ არ დაკმაყოფილდა საქალაქოს შემდეგ საქმე სააპელაციო სასამართლომ განიხილა, თუმცა მოსარჩელთა არგუმენტები არადამაკმაყოფილებლად ცნო. გასაპირებენ გამომცემლები და რა პასუხი აქვს სამინისტროს, თათია ჩაფიჩაძის რეპორტაჟი ნახეთ. ხანგრძლივი დავის შემდეგ გამომცემლებმა სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი წააგეს. თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლას არ შეწყვეტენ და უზენაესის შემდეგ დავა სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ. გამომცემლები ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო მათი საავტორო უფლებები შელახა. სასამართლო კი სამინისტროს მხრიდან ზეწოლის გამო სამართლიან გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. პირველ ინსტანციაში, მეორეში ჩვენი ღრმა რწმენით ზეწოლა ხდება თვითონ განათლების სამინისტროს. მაგრამ ჩვენ აუცილებელი გასავლელი ინსტანციები უნდა გავიაროთ. მათ შორის უზენაეს სასამართლოშიც. რომ ჩვენ საშუალება მოგვეცეს წესის თანახმად, რომ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ, იურიდიული ბრძოლა გავაგრძელოთ სტრასბურგის სასამართლოში. ხოლო რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს 1% არ არსებობს, დაიმახსოვრეთ თქვენ. განათლების სამინისტროს არ აქვს 1% ამ პროცესის მოგებისა. გამომცემლები აცხადებენ, რომ მათი პრეტენზიების გათვალისწინება არა მხოლოდ წიგნის ბიზნესის გადარჩენისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ აღნიშნული გავლენას იქონიებს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზეც. არტანუჯის ხელმძღვანელი აქცენტს ახალი გამოცემების შემცირებაზე აკეთებს და ამბობს, რომ ამის გამო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, რომელიც 2018 წელს იმართება, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ვეღარ წარსდგება. ეს არის გრანდიოზული და მასშტაბური საგამომცემლო ფორუმი და საშუალება იმისათვის, რომ მთელი მსოფლიო დაინტერესდეს ქართული კულტურით და ქართული ლიტერატურით. და ეს საშიშროება უკვე ნათელია, რადგანაც საგამომცემლო სივრცის შევიწროებამ ქართული გამომცემლობების წინააღმდეგ წარმოებულმა ამ კამპანიამ, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს, უკვე იმის საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა, რომ საქართველოს ღირსეულად ვერ წარსდგეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. სამინისტროში გამომცემლების პრეტენზიებს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე შემთხვევაში სამართლიანი იყო. უფლება აქვს თავით ინტერესებასაც მიმართოთ ნებისმიერ ინსტანციის სასამართლოს, ხოლო რაც შეეხება ასევე მათ განმარტებას, რომ ზეწოლა იყო სასამართლო ხელისუფლების ორგანოებზე, მსგავსი რამ არ ყოფილა და უფრო მეტიც პირიქით ორივე მხარეს, როგორც ჩვენ ასევე მათ ქონდათ სრული თავისუფლება, წარმოედგინათ ნებისმიერი მტკიცებულება, გამოეკულიათ და ესე მიიღოს სამართლის გადაწყვეტილება. განათლების სამინისტროსა და გამომცემლებს შორის დავის შესახებ საზოგადოება უკვე მესამე წელია საქმის კურსშია. მათ შორის ვითარება მოსწავლეებისათვის უფასოდ სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემის გამო დაიძაბა.